როგორც იქნა მოვიდა იმ თემის დროც, რომელსაც გადაცემის პირველივე ბლოკიდან ვაანონსებთ, ახალი ღვინის ფესტივალთან დაკავშირებით სტუმრები არიან ჩვენთან ერთად სალომეთა შეძრება მაყურებელს. კი ბატონო, ჩვენი სტუმრები. მალხაზ ხარბეზია, ღვინის კლუბის დამაარსებელი, მარინა კურდანიძე, კომპანია მანდილი, თია მელანაშვილი, კომპანია მანდილი, მარიამ იოსეფიძე, მცირე ღვინის მარანი და გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოგწონების. აბა დავიწყოთ საუბარი. 9 მაისს დედაენის ბაღში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალ 2015-ზე, რომელიც წელს, როგორც ვიცი, გამოირჩევა განსაკუთრებული მასშტაბურობით მონაწილეების მხრივად და თან ერთდღიანი აღარ იქნებოდა, უკვე 3 დღეს გაგრძელდება. მოგვიყევით რა გველოდება, პირველი კითხვა ასეთი იქნება და შემდეგ უკვე კონკრეტულად ღვინის კომპანიები რა პროდუქციას წარადგენენ, ბუნებრივია ამაზე. პირველ რიგში გველოდება სამჯერ მეტი ღვინო. აჰა. ასე გონია რომ სამჯერ მეტი ხალხი მოვა, ვიდრე წინა წლებში დადიოდა, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრშია ძალიან ადვილად მისადგომ ადგილას დედაენის ბაღში და შესაბამისად ოჯახური მარნებიც მეტი არის, კომპანიებიც მეტია. რამ გამოიწვია რომ წელს არის მონაწილეების ასეთი დიდი რაოდენობა? რა ვთქვათ პიარ კამპანიები ჩაატარეს წლის განმავლობაში? როგორ გავრცელდა ხმა? არა, ეს უკვე ტრადიციის გამოა ალბათ, იმიტომ რომ მე-6-ე ვატარებთ და ასე ვთქვათ, ამან უკვე რაღაცა ყოველ წელს არის ხოლმე რომ ვიღაცა ვერიგებს მონაწილეობას ამბობს რომ მოვალ წელს მივიღებ და ანუ ყოველ წელს რაღაცა ვითარდება და ყოველ წელს აი გარკვეული ჯგუფების გადანაცვლება ხდება. არიან ადამიანები, რომლებიც ერთ წელს სტუმრები არიან და მეორე წელს უკვე ოჯახური მარნების ხო სახით მონაწილეობენ. მესამე წელს ის ოჯახური მარნები გადადიან უმაღლეს ლიგაში, ასე ვთქვათ, ხო? უკვე სულ კომპანიებს წარმოადგენენ. უბრალოდ რო ვთქვათ, ხო? ანუ უკვე ხდებიან კომპანიები, რომლებიც ცალკე კარავს იღებენ, ვთქვათ, უკვე გააქვთ, ვთქვათ, ექსპორტზე ღვინო ან ადგილობრივ ბაზარზე ჩდებიან. ეხლა იმ ოჯახური მარნებიდან უმრავლესობა არიან ადამიანები, რომლებიც პირველად ასე ვთქვათ, გამოდიან ასპარეზზე და რომელთა ღვინოებსაც პირველად სინჯავს. და გაიზარდა ასეთი ოჯახური მარნების ძალიან განუხელად იზრდება ნამდვილად შეიძლება ამის თქმა. არიან ესეთები, რომლებიც ძალიან კომფორტულად ზრობენ თავს ოჯახური მარნების სეგმენტში და წლებია უკვე იქ მონაწილეობენ. ანუ არ გადადიან მასში, რა ქვია. ესეთებიც არიან რამდენიმე 1-2 მარანი, მაგრამ უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ ფესტივალზე უხარისხო ღვინო ვერ მოხდება მე რამდენად თქვენ შერჩევას. წინ ეს არის ხოლმე უძღვის შეიძლება გაიპაროს ხოლმე რაღაცა ხანდახან ხდება ხოლმე ეგრე რომ ეს არის ეთიკური საკითხი. ანუ თვითონ მეღვინემ უნდა იყოს დაინტერესებული, თვითონ მონაწილე უნდა იყოს დაინტერესებული, რა შეიძლება კარგი ხო უზადო ღვინო მოიტანოს ფესტივალზე და ჩვენ მანამდე ჩვენც ასე ვთქვათ ვარჩევთ წინასწარი შერჩევითი ის არის ხოლმე რა ქვია ტურები შესარჩევი ტური. მე როგორც ვიცი 60-მდე დიდი კომპანია და მცირე მარანი იღებს მონაწილეობას, 55 საოჯახო მარანი წარადგენს 72 სახეობის ღვინოს. საკმაოდ დიდი რიცხვი. ხალბატონი მარინა არის წარმომადგენელი კომპანია მანდილის, მოდით მოგვიყევით. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს როგორც მანდილის წარმომადგენელისთვის? ღვინის ძიებას ყველასთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უკვე მეორედ ვიღებთ მონაწილეობას. თავარი ჩვენ შემთხვევაში ის არის რომ ეს არის ქალების მიერ დაფუძნებული პირველი კომპანია. თითქოს კაცის საქმეა, ასეთი სტერეოტიპი არის საზოგადოებაში ღვინის. ვცდილობთ ამ სტერეოტიპის ავანგრიოთ. რატომაც არა, ქალბატონები ყველგან იღებენ მონაწილეობას აქტიურად. მაგრამ მე როგორც ვიცი, თქვენ ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც დაინტერესდით ღვინის წარმოებით, ასე ვთქვათ. ჩვენ კომპანია მანდილი არის პირველი ღვინო, რომელიც ეს სახით წარსდგა, თორე ამ წუთშიც, ამ ეტაპზეც, ადრეც ყოველთვის იყვნენ ქალბატონები, უბრალოდ ასე არ გამოდიოდნენ და არ ჩანდნენ, თორე მე დარწმუნებული ვარ, ყველა მამაკაცის უკან დგას ოჯახში ის ქალი, რომელიც ეხმარება იმ ღვინის წარმოებაში. უბრალოდ ეს იყო ჩვენგან უფრო გაბედული ნაბიჯი. სახელწოდებას როგორია მანდილი მხრიდან, რომ ქალური სახელწოდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ღვინო არ არის ესე ერთნიშნულად, როგორც ახასიათებენ ხოლმე ქალურები და ღვინო არის ქვევრში დაყენებული ტრადიციული მეთოდით ჭაჭაზე. ანუ ერთი კომპანია ქალბატონეთია წარადგენს ერთ კონკრეტულ ღვინის სახეობას, როგორ არის ეს პრინციპი ამ ფესტივალზე? პრინციპი ნამდვილად ესეთი არ არის. შეგიძლიათ რამდენიმე სახეობა წარადგენთ? იქიდან გამომდინარე კომპანიებს რა სახის პროდუქციაც აქვთ. ჩვენ ამჯერად მანდილი წარსდგებენ მხოლოდ ერთი ღვინით, ჩვენ ვაწარმოებთ მანავის მწვანეს, ქვევრში დაწერილი და ჩვენი უკვე მეორე მონაწილეობა არის ამ ფესტივალში. 2012 წელს პირველად დაიწურა ჩვენი პროდუქტი და 2013 წელს წარსდგით
მომხმარებლის წინაშე. ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ფესტივალს ქვია ახალი ღვინის ფესტივალი და წელს უკვე ჩვენი მომხმარებელი გასინჯავს 2014 წლის ღვინოს. ბატონო ალხას თუ შეიძლება რომ გითხრათ რა მნიშვნელობა აქვს ესეთი გიორგი უკაცრავად აი ხა მე იგივე გავაკეთე არა უშავს უკაცრავად ბატონო გიორგი რა მნიშვნელობა აქვს აი ესეთი ფესტივალების არსებობას ღვინის განვითარებისთვის ზოგადად და ღვინის განვითარებისთვის ჩვენი ღვინის განვითარებისთვის საქართველოს ფარგლებს სააგენტო დანაშაულებით ხო ანუ უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს ბაზარი იმისთვის რომ ქართული ვაზის და ღვინის კულტურა განვითარდეს და დარგი განვითარდეს. ანუ ექსპორტზე ჩვენ მუშაობთ, მაგრამ ისე ინფორმაციის ექსპორტზე გადის ჩვენი ღვინის 1/13 დაახლოებით. 2/13 ადგილზე მოვიხმართ და ჩვენთან რო იყოს მოხმარება ისეთივე კარგი როგორც იყო თქვა 80-იან წლებში, არ დაგჭირდა იმდენი ღვინო და ექსპორტზე გაგვეტანა. ანუ მეტი ყურადღებას თუ მივაქცევთ ადგილ ჩვენი მომხმარებლის განვითარებას, ცოდნას და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და თქვა ეს ფესტივალი უკვე მე-6 წელია ტარდება, სტაბილურად მზარდის, ასე თქვა პოპულარობით არის და ანუ ძალიან ბევრი 6 წლის წინ ის ხალხი ვინც მივიდა გასინჯა მოეწონა, ძალიან ბევრი მათგანი მოღებულობს ახლა მონაწილეობას როგორც მართლაც. და გარდა ამისა, მე როგორც ვიცი, ახალი ღვინის ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც არჩევენ ხარისხიან ღვინოს და ეს ალბათ კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას უკვე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. წელს რა წარმომადგენლობით ველოდებით უცხოელ სტუმრებს? ხალხი ჩამოდის ძალიან ბევრი ჩამოდის სპეციალურად ამ თხოვს თავის ვიზიტს ამ ახალი ღვინის ფესტივალს რომ ერთად შეუძლია გასინჯოს ამდენი საინტერესო ღვინო. რაც ისე საკმაოდ რთულია, იმიტომ ძალიან ბევრი უნდა იმოგზაუროს ამ შემთხვევაში. ველოდებით თავით ახლა სტუმრები ალბათ საკმაოდ ბევრი ბოლო 2-3 წლის მანძილზე უკვე სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოდიან. ამ ღონისძიებისთვის ჩამოდიან სტუმრები და ჩვენც აი ეხლა წელს მაგალითად აი ღვინის ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ადმინისტრაციის ასე ვთქვათ ხარდაჭერით ჩვენ ჩამოყვავთ ბლოგერები, ჟურნალისტთა ჯგუფი, ის ადამიანები რომლებიც ძალიან დიდი წრე ყავთ, ძალიან დიდი აუდიტორია ყავთ და ძალიან სწორი და ზუსტი აუდიტორია. მაგალითად ერთი ჯგუფი უფრო ქვევრის ღვინოზე ორიენტირებული, მეორე ჯგუფი ახალი საინტერესო უცხო და ისეთი განსხვავებული ჯიშებით არიან დაინტერესებული და ასე შემდეგ. ანუ ეს ადამიანები ყველანი არიან ენთუზიასტები, აი ძალიან ესე პროფესიონალები და ენთუზიასტები. ამავდროულად ის ხალხი ვისაც სხვები უსმენენ შემდეგ. ხოდა ძალიან მნიშვნელოვანია. ღუდედენის ბაღში დაგეგმილი ღონისძიებების გარდა რა ღონისძიებები ველოდება კიდევ სპეციალურ პარკებში რა გაიმართება? პარასკევს არის, ანუ ჩვენ გვინდოდა რომ 3 დღე აყოფილიყო იდენტური რაღაცა, რომ მოსაწყენი ხდება ერთი და იგივე ღონისძიება 3 დღის განმავლობაში, თქვა ეს თუ არ არის მაგალითად რაღაცა უზარმაზარი დიდი ღვინის რა ქვია ბაზრობა ხო? ამიტომ პირველი დღე აბსოლუტურად განსხვავებული ეს არის დახურული ღონისძიება იქნება სტუმრებისთვის. ჩვენ ყოველ წელს გვაქვს ხოლმე თემები მაგალითად. მათ შორის ამოწყვლელი სტუმრებისთვის იქნება. პირველ რიგში მათთვის აი რომ რაღაცნაირად იმათ ეს ინფორმაცია გაიტანონ რომ უკვე დადგა რომ ჩვენ ცოტა უფრო თამამად ავლაპარაკდეთ იშვიათ ჯიშებზეც, ანუ სხვა ჯიშებზეც. იშვიათი ცოტა ესეც თქვა მე ამ შემთხვევაში ჩვენს დეგუსტაციას დავარქეთ სხვა ჯიშები. მრავალფეროვნება. ხო, ანუ ავლაპარაკდეთ მრავალფეროვნებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს 6 წელი ამ 6 წელმა თავისი რაღაცა მისია შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ფართობებზე არ არის ეს იშვიათი ჯიშები გაშენებული. ამის მიუხედავად მაინც უკვე შეგვიძლია რაღაცეები გავსინჯოთ, იმიტომ რომ დგება უკვე ეს ღვინოები. და ზუსტად ეგეთი დეგუსტაცია იქნება ამ იშვიათი ჯიშების 8-ში. 10-ში რეგიონებში გავლენ სტუმრები და ადგილზე ახავენ მცირე მარნებს თუ დიდ კომპანიების მას რომლებიც მარიამ, საინტერესოა მცირე ღვინის მარანმა რა ჯიშებზე აიღო სწორება და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მცირე ღვინის მარანი მონაწილეობს ამ ფესტივალში თუ გამოცდილება უკვე გაქვთ? არა, არ გვაქვს გამოცდილება. ესე იგი, მცირე მარანი ბიძაჩემს ეკუთვნის მარანი, ვასაძების მარანის კიკეთში დაარსეს ახალი მეღვინეობა შეემატა ქართულ ღვინოს და მეც მან გამიბმული, ანუ ერთი ქვევრი დავიმსახურე ღვინისადმი და მე წარმოდგენილი მექნება მარტო თავკვერი. ატენის ხეობიდან არის თავკვერი, ესეთი მსუბუქი წითელი ღვინო არის. გაზაფხული ზაფხულის შეიძლება ითქვა. აი ხალი მეღვინე არ არის რომ მამაკაცელებული ეს გამოჭრილი ღვინო არის ახალი ღვინის ფესტივალისთვის. ნაზი და დახვეწილი.
თუ გეცავთ. კენი. არ ვიცი. ასე თავკვერის გემო გაახსენდა. თავკვერის გემო გამახსენდა და მე რამდენჯერმე მინდოდა რომ ეს ასე ვთქვათ მოვიკითხე და რაღაცაერთ მითხრეს რომ არ არისო ასე ადულად მოსაპოვებელიო ეს. მარიამ თუ არის. მე თავკვერი უკვე მაინც უფრო გამოჩნდა შეიძლება. შემოდის. დასწრება თავისუფალია, ყველა შეუძლია, სამივე. დასწრება თავისუფალია, მცირე, ასე ვთქვათ, სადეგუსტაციო დოზაც. ეს არის, რა ქვია, უფასო, ანუ თქვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მე ძალიან მინდა რომ რაღაცნაირად ხაზგასმით თუ თქვა ჩვენს მაყურებელსაც ეს რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დიდხანს არ გავჩერდეთ ერთ იმასთან, იმიტომ ძალიან აუარება ასეულობით ღვინოა. და რაც მეც გავსინჯავთ ცირე რაოდენობით, მით უკეთეს მით საბეჭდილებას წავიღებთ. ამიტომ პირველ ფესტივალზე მაგალითად რაც უფრო მეტად მოგვეკიდება. ხო, აი ამ სახების ღვინის შერევა არ არის მე იცი ამ ცირე დოზები წყალი შეიძლება შუალედებში წყალი მიირთვათ. ახსინჯოთ წყალი და მეორე უნდა ისაუბროთ ეს აუთქლებს. აუთქლებს და გარდა ამისა საუბრისას იმახსოვრებთ იმ შტაბეჭდილებებს, რასაც იღებთ იმ წუთას კონკრეტული გემოს გასინჯვის. მე როგორც ჩავიკითხე, სპეციალური პროგრამა არის უკვე 9 მაის დედაენის ბაღში, ქვევრის გახსნა, ეს რა რიტუალია დამაინტერესა რა. ეს ყოველწელს ტარდება ეს რიტუალი, ასე ვთქვათ, ხსნით ხოლმე იმ ფესტივალში მონაწილე ერთ-ერთ ოჯახურ მარანს ვირჩევთ. მისი ღვინო ისმება ამ ქვევში და იხსნება საზეიმოდ იხსნება. შემდეგ ასევე 14 საათზე და 17 საათზე არის თიხის მასტერკლასი და თეკის მასტერკლასი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია უბრალოდ იქ რომ მოვა, დახვდება ბანერებზე ეს რუკა თელ ჩვენი ამ ასე ვთქვათ ღონისძიები და ზუსტად ეცოდინება ვთქვათ სად რა იმართება რომელ საათზე და ნუ შეუძლია კონკრეტულად იქ ერთმანეთს არ ემთხვევა და ერთ პატარა სივრცეთან მოგეხსენებათ და ძალიან ადვილად შეიძლება გადასვლა ერთი ღონისძიები და მეორე ღონისძიება. და თარასწორია მუსიკალური გაფორმებაც იქნება, ანუ განწყობა ჯაზიც იქნება, ხალხური მუსიკაც იქნება და ესეთი ბებერი კარგი სად იყო ლოკაცია? შარშან იყო ეთნოგრაფიულში, სადაც მე ვიყავი ბავშვთან ერთად მთელი დღის განმავლობაში და მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი საშუალებაა გაისერნო სუფთა ჰაერზე იყო გემრიელი ღვინო და გემრიელი თან ბავშვი რაც თავარია ბავშვიც ერთვება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ღონისძიება რაც მას დააინტერესებს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ თიხის და თეკის მასტერკლასებიც. და ბოლოს რომ შევაჯამოთ, ვსაუბრობთ 2014 წლის ღვინოებზე და თქვენი შეფასება როგორი იქნება? 2014 წლის ღვინოები ის როგორი მოსავალი იყო? რთული წელი იყო, მაგრამ აქ კარგად გამოჩნდა, რთულ წელთან ერთად კარგად გამოჩნდა, ასე ვთქვათ, ყურადღებიანი მევენახის და ყურადღებიანი მეღვინის დამოკიდებულება, ანუ ვინც კარგად ბოლომდე მიხედა თავის ვენახს, იმან ძალიან კარგი ღვინო დააყენა. ბევრი მაყურები ჩამოყარა. საკმაოდ განსხვავებული ხარისხი არის. ამიტომ არის ძალიან განსხვავებული არის და ცუდი, მაგრამ ჩვენ ახლა ფესტივალზე რა თქმა უნდა კარგი ღვინოები. საუკეთესო ხარისხიანი ღვინო. კი, პრობლემები იყო ერთი მრეგი, მაგრამ მაინც ამის მიუხედავად ასე იგი როგორ ვთქვა, შარშანძელთან და სხვა წლებთან შედარებით მაინც ყველაზე მეტი ღვინოა. ყველაზე მეტი ღვინოა და რაც თავარია ხარისხი შენარჩუნებულია ბუნებრივია. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მონაწილეობისთვის. ასე რომ 9 მაისს ვიკრიბებით დედაენის ბაღში, ფესტივალი 11 საათზე იწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გელით არაჩვეულებრივი ატმოსფერო, არაჩვეულებრივი მუსიკა, არაჩვეულებრივი ღვინო მნიშვნელოვანია და მე არაჩვეულებრივი ადამიანები. ძალიან მიხარია რომ ქალი მოყვინეები ესე აქტიურად მონაწილეობენ ამ საქმეში, ასე რომ წარმატებებს აუცილებლად. რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე ნინო იოსელიანი შემოგვიერთდება და ვისაუბრებთ მოდაზე, ფეშენზე, მოდი სამყაროზე და ასე შემდეგ.